მოგესალმებით ნეაპოლიდან. ეხლა ვიმყოფები ნეაპოლის ისტორიულ ცენტრში, დუომოს ტერიტორიაზე. ულამაზესი ტაძრის მთელი ფიბლი რაღაცნაირად გადმოვცე, მაგრამ იმდენად ვიწრო ქუჩებია, რომ მთლიანად ტაძრის გადაღება არ ხერხდება. მოდი ნახოთ რა ხდება შიგნით. ღვთისმშობლის სახელზეა ტაძარი აგებული და ატარებს წმინდა იანვარიუსის სახელსაც. ეს დღესასწაული, როგორც ამბობენ, წელიწადში 3 ჯერ იმართება. დღესასწაული მიძღვნილი წმინდა იანვარიუსისადმი. ძალიან საინტერესო რიტუალი ტარდება და რაც ყველაზე მთავარია, მთელი გულით წამთი დაელიერებს ამ წმინდანის. აი ბატონო. ტაძარი ძალიან დიდია, კათედრალია ნეაპოლში. ან როგორც იტალიელები მას ეძახიან ნაპოლიში, ეს არის კათედრალური ტაძარი, ძირითადი ტაძარი. უამრავი მნახველი და დამთვალიერებელი ყავთ. როგორც იცით, იტალიელები ძალიან მორწმუნე კათოლიკები არიან და დიდ პატივს სცემენ თავიანთ წმინდანებს. ჯერ საკურთხევლისკენ წავიდეთ და მერე ცალკე ნავებით დავათვალიეროთ. აი როგორ გადმოვცემ ამ სილამაზეს ნახოთ. ეს როგორც გონია შემოწირულობებია. ასეთი საინტერესო ნივთები ინახება სარიტუალოს და ისეთ შემოწირულობებია ნამდვილად. აბა შევიდეთ. Selamasi. რამდენიმე საკურთხეველი აქვს. უზარმაზარი ტაძარია, მეგობრებო. ძალიან ლამაზად მოხატული ცნობილი მხატვრების მიერ არაჩვეულებრივად შესრულებული ფრესკები, ორღანი.
აი აქედანაც ნახოთ ჭერის მოხატულობა ნახეთ როგორი საინტერესოა ეს საკურთხეველი გახლავთ აი აქედან რო გადაიღო აი ეს კიდევ უფრო ძველი ფრესკებია ეს როგორც ვიცი არის კრიპტა წმინდა იანვარიუსის კრიპტა საინტერესოა ღიაა დაბლა მინდა რომ გაჩვენოთ აბა ნახოთ როგორი აი ბატონო წმინდანის ნაწილები განისვენებს აი ამ კრიპტაში იქით ცალკე კიდევ ჭერის რელიეფები